თქვენ ამბობთ, რომ თქვენთვის მიუღებელი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან გინება ქართული ოცნების შტაბისა და იქ მყოფი ადამიანების მისამართით და ის სიმღერა, რომელსაც მღერიან აქციის მონაწილეები, რომელიც შეიცავს ძალიან ბილწ სიტყვებს, მაგრამ ნახოთ მეორე მხარეს რა დაუპირისპირეს ქართული ოცნების მომხრეებმა. ცემად გადავიდეთ ამ საკითხზე. რაღაცა შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაცია. ეხლა გადავიდეთ ამ საკითხზე, ხო? ბოლოდ უნდა გამეგზელებინა. რა ვნახეთ მეორე მხარეს? ვნახეთ აბსოლუტურად უხამსი ჟესტიკულაცია, რომელიც მე ძალიან ეჭვმეპარება ქართული ოცნების მხარდამჭერებს ეგ მოსწონდეთ, რაც ჩვენ ვიხილეთ. რასაც ეს ადამიანები იქ საჯაროდ იქცეოდნენ და აკეთებდნენ. ძალიან ეჭვმეპარება, რომ ის არტიკულაცია თუ ჟესტიკულაცია, რასაც გამოხატავდნენ, ყველაზე მთავარი ქალების მიმართ როგორ იქცეოდნენ, ეს ვის მოსწონს ამ ქვეყანაში? ეს როგორ შეიძლება რომ ეს საერთოდ მოწონებული იყოს, ან ამას ვინმე მომხრეყავდეს, ხო? და ნუ რა ვის უნდა ავიწყდება განსაკუთრებით პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ ამორჩეულების უმრავლესობა ქალები არიან ამ ქვეყანაში. და ქალები ერთმანეთის მიმართ ძალიან სოლიდარულები არიან, მიუხედავად პოლიტიკურ გემოვნებისა. და მე არ მეგულება ქალი, რომელსაც ეს მოეწონებოდა. ხო, მაგრამ აი ქართული ოცნების განცხადებებიდან გამომდინარე, ხელანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, ისინი გრძნობენ საკუთარ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ აი განცხადებებსაც გულისხმობ და გუშინოცა განცხადებოდა და განცხადებებსაც გულისხმობ. რომ ხელები ეკავებათ ბიჭებს და ძლივს ვაკავებთ, რომ არ გამოვიდნენ. ხელები ეკავება, ხო, იმისთვის არსებობს სამართალდამცავი ორგანო და თუ იმ ხელებს ვერ მოთოკავს, მაშინ უნდა მოთოკოს კანონმა. ასე არის. ეხლა ბევრს ეკავება ამ ქვეყანაში ხელები. მაგრამ ეს ხელები უნდა მოუთოკოს კანონმა, იმიტომ რომ ეხლა თუ ყველას მიეც საშუალება, რომ ეს მოკავებული ხელები როგორც უნდა ისე იქნიოს, მაშინ ქაოსში გადაიზრდება და ანარქიაში ამ ქვეყანაში ყველაფერი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდებ და კიდევ მინდა ვთხოვოს ყველას რა, რომ ნურც სახალხო დამცველს მოსთხოვთ, რომ იყოს ცალმხრივი და ნურც თვითონ ნურავინ ნუ ჩათვლის თავს კანონზე მაღლად. ნურც ერთი მხარე. იმიტომ რომ მე ყველა შემთხვევაში მოვითხოვ კანონის აღსრულებას, მოვითხოვ დამნაშავეების დასჯას და ჩემთვის სულ ერთია ვინ იქნება ის. ქართული ოცნების წარმომადგენელი იქნება, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნება, NGO-ს წარმომადგენელი იქნება თუ იმის რა ქვია, აქტივისტი იქნება. ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ კანონს დაარღვევს, მან უნდა აგოს პასუხი. რაც შეეხება აქ ვიღაცა მეტყვის, რომ აი რამდენი ადამიანი არის დაკავებული და რამდენი პოლიციელის ნამდვილად ასია და გეთანხმებით. ჩვენ გვყავს რამდენიმე ათეული ადამიანები დაკავებულია კონკრეტული დანაშაულისთვის და მსჯავრდება აქ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი, მაგრამ ამავე დროს არ არის არც ერთი პოლიციელი, რომელიც პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, როგორ ძალადობენ მოქალაქეებზე და არანაირი პასუხისგება განცხადება ჰქონდათ, აი ამაზე ძალიან ბევრი განცხადება ჰქონდა. ხო, მაგრამ ამ განცხადებებმა კონკრეტული შედეგი ვერ მოიტანა ბატონო. ხო, რა ვქნა, მე არ ვარ გენერალური პროკურორი, ხო, მე ვერ მიცემ პასუხისგებაში. მე შემიძლია ამაზე ვისაუბრო. მე შემიძლია ვისაუბრო, მე შემიძლია ამაზე. აი ესე რომ არ გახვიდეთ თქვენი ასე ვთქვათ უფლებამოსილების მანდატიდან, იქნებ უფრო ქმედითი ზეწოლა ხელისუფლებაზე მოსახდენი, იმიტომ რომ თქვენ თავად თქვით, არც ერთი პოლიციელი არ არის დასჯილი. არც ერთი ტრიბუნა არ დავტოვე, რომ ამაზე მოპარკა. ნუ განსაკუთრებით როცა პარლამენტში მქონდა გამოსვლა, ერთ-ერთი მთავარი ჩემი საუბრის და თქვათ იქ იმ უკმაყოფილების მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ის პასაჟი იყო, სადაც საუბრობდი ამ ნაწილზე, ხო? როდესაც ერთის მხრიდან ვიყავით ნაცემი ადამიანი, მეორე მხარეს არ იყო არც ერთი დასჯილი და ეს არ არის რაღაცა სახალხო დამცველის მიერ შეთხზული ისტორია. ეს ნახავთ თემა ქვეყანა და მტკიცებულებები არსებობს. ასე რომ ობიექტურობას უნდა გაუსწოროთ თვალი რა. ეხლა არჩევნები არის ის სივრცე, სადაც პირველი რაც გავაკეთე, გამოვედით, განცხადება გავაკეთე მე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რომ ვიცით როგორი პოლარიზებულია გარემო, რომ ეს არის ამ ჩვენ ქვეყნისთვის სისტემურად დამახასიათებელი პრობლემა და მოუწოდეთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისკენ. ყველა მხარეს მოუწოდეთ ეს, ხო? მაგრამ სამწუხაროდ აგერ რამდენიმე კვირაა დაიწყო არჩევნები და უკვე რა მასშტაბებს მიაღწია სიძულვილის ენა, რა მასშტაბებს მიაღწია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თქვენ თავად თქვით, რომ დაინახეთ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე და თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა როგორც
ერთი ისე მეორე მხარის მხრიდან ეს საფრთხე არის ძალიან რეალური და სამწუხაროდ ჩვენ ამის მაგალითები, ტრაგიკული მაგალითები ჩვენს ქვეყანაში გვინახავს. მაგრამ როდესაც მხარეების პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ ალბათ, რომ მეტი წილი პასუხისმგებლობისა მოდის სწორედ ხელისუფლებაზე. აი თქვენს განცხადებაშიც იყო ხაზგასმით ნათქვამი, რომ სამართალდამცავება უნდა უზრუნველყონ. 8 სექტემბრის ინციდენტის დროს რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ იქ არ იყო საკმარისი რაოდენობის საპოლიციო ძალა, რომელიც ან ძალიან სწრაფად შეძლებდა აი ამ დაპირისპირების, ასე ვთქვათ, განმუხტვას, ხომ? და განრიდებას ჯგუფში მონაწილე ადამიანებისა, ან უბრალოდ საქმე აქამდე არ მივიდოდა და არ დაუშვებდა დანაშაულის ჩადენას. მაშინ რა არის პოლიციელის უმთავრესი მოვალეობა თუ არა მართლწესრიგის დაცვა? აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩვენ განცხადებაში სწორედ იმაზეა საუბარი, რომ თუ პოლიცია ხედავს ახლა მათ ეს ჩემზე უკეთ იციან, რომ ის ძალები, რომელიც არის გამოყვანილი მართლწესრიგის დასაცავად არ არის საკმარისი, უნდა მოხდეს ამ ძალების დამატება და არ უნდა მიეცეს არავის საშუალება ერთმანეთზე მუშტიკრივით წავიდნენ, ხო? ეს არის სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია. როცა თქვენ თქვით, რომ ალბათ ხელისუფლებაზეა, ალბათ კი არა, რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. მას უჭირავს ხელში ძირითადი მართვის სადავეები, ხო, ის იღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მასია პასუხისმგებლობა, ჯერ მასია პასუხისმგებლობა და მერე ყველა სხვაზე, რა თქმა უნდა, ვინც იქ მონაწილეობს თუ არ მონაწილეობს, ან აზრს გამოხატავს თუ როგორ იქცევა. მერე გადადის ყველაზე რაღაც ტიპის პასუხისმგებლობა, მაგრამ პირველი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე მოდის. მან უნდა უზრუნველყოს მშვიდობა, მან უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალ გარემოში აზრის გამოხატვის დაცვა, მან უნდა უზრუნველყოს ესკალაციის არ დაშვება.